საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთ-ერთ საუკეთესო ლექსზე პოვეტ-აზარი, რომელიც თავისი ფიქრით, განცდით, მწუხარებით, იმ არსით, რომელსაც ეს ლექსი გადმოსცემს, არის ერთ-ერთი დამაფიქრებელი და ერთ-ერთი საყურადღებო საფიქრალით დატვირთული ლექსი, რადგან ის პრობლემა, რომელიც ამ ლექსში წამოჭრა ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ადამიანის ურთიერთობა საწუთროსთან და სიყვარული როგორც ძალა, რომელიც უპირისპირდება წუთისოფლს და ადამიანს ამ ქვეყნად გაძლების, ამ ქვეყნად არსებობის შესაძლებლობას აძლევს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ერთ-ერთი მთავარი საკითხი თუ მთავარი საფიქრალია კაცობრიობის ისტორიაში. მოგეხსენებათ, რომ დედამიწა, როგორც ცოდვასაზე და დაშენებული, ასე რომ ვთქვათ, და უდაბნო, როგორც ჩვენი უფლისაგან დაშორების ადგილი. ადგილი, სადაც ადამიანს უჭირს ყოფნა, რადგან უდაბნო ზუსტად იმას ნიშნავს, სადაც არ არის ადამიანის სული კარგად. უდაბნო ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ქვიშიანია, ცხელია, მზიანია თუ ტყიანია. მთავარია, რომ ის არის ერთგვარად უადამიანო, ანუ ისეთ ადამიანებისაგან დაცლილი, რომლებიც უფლისკაცები არიან და რომლებსაც მომავალი აუცილებლად სასუფეველთან აქვთ და მომავალი მათი სასუფეველს უკავშირდება. ასეთი ადამიანებისგან ცარიელ ადგილს ეწოდება სწორედ უდაბნო, ბიბლიური თვალსაზრისით, იმ ადამიანებით დასახლებულ ადგილს, რომლებსაც მხოლოდ სიცარიელე, სიცივე და ჯოჯოხეთი აქვთ გულსა თუ თვალებში, ან არა და საერთოდ დაუსახლებელ ტერიტორიას, რომელსაც ეშმაკები ეპატრონებიან და რომლებშიც შეიძლება ცხოველები უფრო მეტნი არიან და ცხოველთა ღმუილი და ყმუილი უფრო გაისმის, ვიდრე ადამიანთა ლოცვა და გალობა. გაგახსენებთ ჩვენ, რაც უკვე ვისწავლეთ, რომ გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი სწორედ ის იყო, რომ მას უდაბნო უნდა ქალაქად გადაექცია, რაც გულისხმობდა არა მარტო იმას, რომ დაუსახლებელი ადგილი დაესახლებინა, არამედ იმასაც, რომ სულიერად გატეხილი, განადგურებული, უფალს დაშორებული მოსახლეობა ზეციურ მოქალაქედ, ანუ სამოთხეს მოქალაქე ხალხად გადაექცია, უფლისაკენ სავალი გზა ესწავლებინა და გასცღოლოდა მათ წინ უფლის ქორწილისაკენ. აი ამიტომაც თქვა წმინდა გრიგოლ ხანძთელზე გიორგი მერჩულემ, რომ მისი მთავარი მისია ის არისო, რომ ოხრასა ანგელოზის საყვირისასა აღეტყინოს და წინ გაუძღვეს საქორწინე კრებულს, ანუ იმ ცხონებულთა კრებულს, რომლებიც გადარჩენისაკენ მიდიოდნენ უფლისაკენ. წინ, რა თქმა უნდა, სასუფეველია და წინ სწორედ უფლის ნეტარების ადგილი და უფალთან ერთად ნეტარების შესაძლებლობაა ადამიანისათვის. მაგრამ სამწუხაროდ დიდი განსხვავებაა უდაბნოსა და სამოთხეს შორის. ეს იგივე არის დაპირისპირება სოფლისა და ზესთასოფლისა. და რა გააძლებინებს ადამიანს ამ უდაბნოში? დიდი ხანია, რაც აი ამაზე ფიქრობს კაცობრიობა და როგორ უნდა გაიტანოს თავი მან აქ ამ ცოდვილ სოფელში, რომელშიც ყველაფერი თითქოს უკეთესად გრძნობს თავს ვიდრე ადამიანი. ამასაც თავისი მიზეზი აქვს, რატომ? იმიტომ რომ იმ ყველაფრისთვის შექმნილია გარდა ადამიანისა. ადამიანი ხელმწიფედ შეიქმნა, რომელსაც უნდა ემართა აქაურობა და თვითონ არ უნდა გამხდარიყო აქაურობის მსხვერპლი და მისი ხელქვეითი. მაგრამ უფალმა გაგვააზნაურა, ადამიანმა კი თავისინებით უარი თქვა აზნაურობაზე და ადამიანი თავისინებით დაემონა ამ სამყაროს. იმის შემდეგ იტანჯება იგი და იმის შემდეგ აღარა აქვს მას ბედნიერების ისეთი განცდა და ნეტარების ისეთი გააზრება თუ შეგრძნება, როგორიც მას ჰქონდა სასუფეველში, როცა უფალთან ერთად მყოფობდა და როცა იგი იყო ხატება და მსგავსება ღვთისა, როცა არ ჰქონდა დაკარგული მას ეს ბედნიერება და ხელახლა მოსაპოვებელი არ ჰქონდა უფალთან ყოფნის და უფალთან ნეტარების ბედნიერება. მაგრამ ადამიანმა ეს ყველაფერი დაკარგა და აღმოჩნდა იგი ტკივილისა და წუთისოფლის მსხვერპლად. როგორღა უნდა დაიბრუნოს ეს ყველაფერი, ან და როგორ გაუძლოს მან ამას, აი სწორედ ამაზე ფიქრი, ამაზე დარდი და ამაზე ტკივილი ამოიკითხება ბარათაშვილის ამ ლექსში პოვეტ-აზარი,
რომლის სათაურიც უკვე დაგვაფიქრებს, რადგან ტაძარი სწორედ უფლის სახლია, ტაძარი სწორედ უფლისკენ მიმავალი ყველაზე უკეთესი გზა არის ამ ქვეყნად და როგორც წმინდა მამები ამბობენ ხოლმე, ტაძარი არის ცა მიწაზე და ბარათაშვილის სათქმელი სწორედ ეს არის, რომ იგი თვითონ როგორც ერთი კაცთაგანი და ერთი მოაზროვნე, მთელი თავისი არსებით და მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში დაეძებდა ტაძარს, რადგან იცოდა, რომ მხოლოდ იქ, ტაძარში იქნებოდა იგი ბედნიერი და მხოლოდ ტაძარში მოიპოვებდა სულისათვის ნეტარებას, მშვიდობასა და უკვდავებას. ბედნიერების მარადმძებნელი პოეტი იყო, რომელსაც თითქოს მარად ემალებოდა სადღაც გაუქრებოდა თვალსა და ხელშუა, თითებს შორის გაუვიდოდა თითქოს ბედნიერება და აი ამიტომ ეს ადამიანი მარადიულად მძებნელი ბედნიერებისა რეალურად ტაძარს ეძებდა, რადგან იცოდა, რომ ტაძარში იქნებოდა იგი ბედნიერი. პოვე ტაძარი სწორედ ამ განცდით დაწერილი ლექსია. ოღონდ იმ თავითვე გავითვალისწინოთ, რომ ეს ტაძარი ბარათაშვილისთვის არის სიყვარული, რადგან სწორედ სიყვარული უგებს მას ტაძარს ამ ქვეყნიურს, რომ და აი ასეთ სიტუაციაში, როცა შეყვარებულია, იგი გრძნობს თავს ტაძარში და არის კარგად, მისი სული გრძნობს ნეტარებას და მშვიდობას და ასევე სასუფეველიც მას წარმოუდგენია სიყვარულით სავსე ტაძრად. მხოლოდ აქ არის იგი ბედნიერი და იმასაც მივადევნოთ ყურადღება, როცა ლექსს წავიკითხავთ, თუ როგორი მძიმეა განცდა იმისა თვალსა და ხელშუა, რომ გამოგეცლება ეს ტაძარი. მე-19 საუკუნის ქართულმა ლიტერატურამ ასეთი ტერმინიც კი შექმნა, ეს გახლავთ ბედდაკარგული. თუ დავუკვირდებით, ბედდაკარგულობა გაცილებით უფრო მძიმეა და გაცილებით უფრო მტკივნეული, ვიდრე უბედურება. რადგან როგორც წესი, როცა ადამიანმა იცის ბედნიერება რა არის, როცა იგი ყოფილა ბედნიერი და უგემნია ეს უმწვერვალესი ნეტარება, შემდეგ რაღაც შავ რეალობაში და ტკივილში, უბედურებაში აღმოჩენა გაცილებით უფრო მწარეა, ვიდრე იმ ადამიანისთვის, რომელსაც უბრალოდ არ იცის რა არის ბედნიერება და შესაბამისად მას გაცილებით უფრო ნაკლები სურვილი თუ ნაკლები მოთხოვნილება უჩნდება ამისი. აი ამიტომაც უსიყვარულო ცხოვრება, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ გაცილებით უფრო მწარეა ადამიანთა აზრით სიყვარულის დაკარგვა და ცხოვრების შემდეგ გაგრძელება. იმიტომ რომ სულს უკვე ნაგრძნობი აქვს, რას ნიშნავს სიყვარულით სავსეობა და რას ნიშნავს ნეტარება სიყვარულში, რომელიც ყველაფერს მთელ ამ ქვეყნიურ უბედურებას, ტკივილსა და სევდას გავიწყებს. და შემდეგ კი ძალიან მწარეა უსიყვარულობასთან, სულის დაცლასთან, სულის გაყინვასთან, თავზე ჩამომხობასთან იმ ყველაფრისა, რაც ბედნიერებას გვანიჭებდა, აი ამისი გაძლება და ამასთან ურთიერთობა, ამასთან ჭიდილი. სწორედ ეს არის ამ ლექსის სათქმელ საწუხარი, ამიტომ გავეცნოთ ლექსს ჯერ და აი მივადევნოთ თვალი სწორედ ამ ნიშნულობით, როგორ ბედნიერია ბარათაშვილი, თავიდან, როცა მან იპოვა ტაძარი და შემდეგ როგორ მოდის ეს უბედურება, ტკივილი, სევდა ბედდაკარგულობისა, სწორედ სევდა იმისა, რომ უბედურზე უბედური ხდები, როგორც კი ის ყველაფერი გეცლება ხელიდან, რაც ასე ძალიან მოგწონდა. პოვე ტაძარი. პოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი. მუნ ენთო მარადუქრობელი წმინდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მდავითის ქნარი და განისმოდა ციურდასთა გალობის ზარი. მწირი სოფლისა დამაშვრალი მისითა ღელვით, მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით. გულსა მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით, ლამპარი წმინდა განმიტფობდა ციურის სხივით. მუნ გუნდრუკის წილს შევსწილავდი წმინდა სიყვარულს, რომლის საკურთხად დავდებდი მე ჩემს გულსა და სულს. ამას სიამით ნეტარებით ესრეთ ახსებულს, მეგონა ვხედავ სასუფეველს აქ დაშენებულს, მაგრამ საწუთრო განავისმე დიდხანს ახარებს, გაქრა ტაძარი დაუდაბნო ჩემ და მდუმარებს, მასაკეთ ჩემს გულს ნეტარება ვერასადარებს, მის ნაცვლად სევდა და წყდიადი დაისადგურებს. მოისპო სწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი, განათუ დრომან დაჰკრათვის იმას ავი თვალი. არა, მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი, დამშთამე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი. ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი, ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი.
ესრეთ დამიხშო უგუღმართმა ნუგეშის კარი და დავალ ობლად ისევ მწირი მიუსაფარი. ეს ლექსი 1851 წელში გახლავთ დაწერილი. ბარათაშვილი უკვე თავისი პოეტური მწიფობის ხანში იყო, ასე შეიძლება ითქვას. ძნელიც არის მასზე როგორც მწიფობაზე ვილაპარაკოთ, რადგან 27 წლის ის უკვე გარდაიცვალა, მოგეხსენებათ. მაგრამ იმ ადამიანისთვის, რომელიც 15 წლიდან ლექსებს წერდა და გვაჯადოებენ ეს ლექსები თავისი მომხიბვლელობით, აი ეს ასაკი 1851 წელს 23 წლის ასაკი მისთვის შეიძლება უკვე ჩავთვალოთ პოეტური მწიფობის ხანად. როცა მან გაიარა ერთგვარად გარკვეული გზა საიმისოთ, რომ ესწავლა პოეტური დახვეწილობაც, ესწავლა უმთავრესი რამ ამ სოფლიური მუხტლობისა, გაიაზრებინა ეს ყველაფერი და უკვე ძალიან ჩამოყალიბებულად ეთქვა ხოლმე თავისი სათქმელი. პირველი სტროფი ამ ლექსისა სწორედ ამაზეა, რომ ეს ცხოვრება არის უდაბნო, რაზეც ჩვენ ლაპარაკობდით საუბრის დასაწყისში, რომ ადამიანი ბარათაშვილისგან მშვენივრად ნათქვამი არის მწირი სოფლისა დამაშვრალი მისითა ღელვით. აი თუ ქრისტიანი დიდი წმინდა მამები ასე განსაზღვრავდნენ ხოლმე და ასე განიხილავდნენ, რომ ეს ცხოვრება იყო ზღვა, რომელიც ღელავდა და ადამიანი იყო ნავი, რომელიც ამ ზღვაში მიიპოვდა ტალღებს, თუ გავიხსენებთ ჩვენ ბარათაშვილის ლექსს ჩემი ლოცვა, აი იქაც სწორედ ამგვარი განცდა აქვს მას, მაგრამ აი ამ ლექსში ერთგვარად გადააკეთებს იგი და უკვე არა ზღვა, არამედ უდაბნოა ეს წუთი სოფელი და ადამიანი რახას გავს მაშინ? ადამიანი გავს მწირს, რომელიც აი ამ უდაბნოში მიიკვლევს გზას. ალბათ გაგახსენდებათ ასეთი აღმოსავლური სიბრძნე საკმაოდ ცნობილი, რომ ცხოვრება უდაბნოა და ჩვენ ქარავანი. მაგრამ თუ დაუკვირდებით, აი ამ ქარავნის ერთ-ერთი წევრობა და განცდა იმისა, რომ ჩვენ ქარავანთან ერთად მიიკვლევ გზას უდაბნოში, გაცილებით უფრო ნაკლებად მტკივნეულია და გაცილებით უფრო ნაკლები სიმძიმის, ვიდრე განცდა, რომ შენ ხარ მწირი და ერთადერთი ამ უდაბნოში. ეს არის განცდა იოანე ნათლისმცემლისა ხმაი უდაბნოსა შინა, რომელიც არ ესმის არავის, რადგან შენ ახარ მარტო და შენ გარშემო არ არის არავინ. აი ამიტომაც ამბობს ნიკოლოზ ბარათაშვილი, უდაბნო ჩემდა მდუმარებს. იგი განიცდის თავს სწორედ მარტოსულს ამ უდაბნოში, აქ არავინ არ არის მის გარდა, არის მხოლოდ თვითონ და რა საოცარი ნეტარება, როცა იგი აი ამ უდაბნოში მიიჩნევს და იპოვის მიიკვლევს გზას იქამდე, სადაც დგას ტაძარი, რომელშიც მარადუქრობელი ლამპარი ანთია, სადაც ანგელოზები გალობენ ოსანას, სადაც ნამდვილი სამოთხეა და აი ეს ციური დასი გალობს საოცრად. მაგრამ ბარათაშვილი თითქოს გვამზადებს საიმისოთ, რომ ეს გალობა კარგად არ დამთავრდება და ეს გალობა დიდხანს არ გაგრძელდება. რადგან საერთოდ დიდი პოეტები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიტყვას. მათ ცოტა სხვაგვარად ესმოდათ სიტყვა თავისი შინაარსით და ისეთ დატვირთვას აძლევდნენ ხოლმე სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში, რომ ჩვენ მკითხველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გადაგვჩენია, რომ მოხიბლულნი ვიყოთ ხოლმე იმითი, რასაც ისინი ამბობენ და როგორც გამართავენ ისინი ფრაზას. აი ამ შემთხვევაშიც სრულიად საგანგებოდ ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოიყენებს სიტყვას ზარი. ანუ ეს გალობა მას ტკბილად კი არ ჩაესმის ყურში მხოლოდ, რა თქმა უნდა სიტკბოსაც გზნობს, რადგან დავითის ქნარი ანგელოზთაგან დაკრული საოცარ სიტკბოს უტოვებს ადამიანს, აი ამ სიტკბოს განცდას, მაგრამ პოეტმა თითქოს ოსტატურად შემოგვაპარა აი ამის დასრულებადობა, მალე რომ ის მალე დასრულდებოდა, აი ამ სიტყვით, რომ აქ ისმის გალობის ზარი. ზარი გახლავთ მიცვალებულს რომ დასტირის ადამიანი და ზარი ყოველთვის რაღაც გარკვეულ შიშთან, ტკივილთან და მომავალ უბედურებასთან ასოცირდება. ამ შემთხვევაშიც აი ამ სოფლის მწირს, რომელიც არის დამაშვრალი, მაგრამ აქ ძლივს იპოვა განსვენება. აი აქ იგი წრფელი ზრახვით მოვიდა. აქ კაცთა უბედურებით, კაცთა ტკივილით, კაცთა ცუდი თვისებებით მოკლული გული მოულოდნელად გაუმთელდა, გაუთბა, თითქოს ყველანაირი ტკივილი დაავიწყდა.
რასაკვირველია, თუ დავაკვირდებით, კიდევ ერთი თემა შემოიტანა აქ ნიკოლოზ ბარათაშვილმა. ეს არის, რომ წუთისოფელი თავისთავად არის ცუდი და თავისთავად არის მიუღებელი ადამიანისათვის და რაღაც ბოროტების ბუდე, მაგრამ თუ დავაკვირდებით, გაცილებით უფრო ამძიმებს წუთისოფელში ცხოვრებას თვითონ ადამიანი. ადამიანი თავისი ცუდი თვისებებით, ადამიანი თავისი გაუტანლობით, შურიანობით, ღალატით, ბოროტებით, ძმის წინააღმდეგ მოქმედებით. აი ამიტომაც ესეც ოსტატურად მიგვანიშნა ნიკოლოზ ბარათაშვილმა, რომ მისი გული მოკლულია კაცთა სიავით, იმ თვისებებით, რომლებსაც ადამიანები მის წინააღმდეგ ამჟღავნებენ. და რაღა დარჩენია მაშინ მას? რაღა დარჩენია? აი აქ ტაძარში ყველაფერი მისთვის სასიამოვნოა, არაფერი აღარ რჩება ტაძარს მიღმა. თითქოს მას არაფერი არ აკავშირებს დედამიწასთან, გული არ წყდება იმისთვის, რომ იმის გამო, რომ დედამიწას გამოერიდა და ყველაფერი მთელი თავისი არსება, სული, გული მიაქვს ტაძარში საკურთხეველზე, ამიტომ ამბობს, რომ გუნდრუკის წილ აქ იგი დებს სიყვარულს, საკურთხად დებს საკუთარ გულსა და სულს და პირდაპირ გრძნობს, რომ არის სასუფეველში. ამას სიამით, ნეტარებით ესრეთ აღსებულს, მეგონა ვხედავ სასუფეველს აქ დაშენებულს. მაგრამ არ გვტოვებს განცდა, ახსოვს ადამიანს ის, რომ ზარი იყო იქ ნახსენები და ერთგვარად თითქოს ეს ოცნების დასასრულისკენ მიგვანიშნებს, რადგან სამწუხაროდ ოცნება რეალური ვერ ხდება ხოლმე, ოცნებასა და რეალობას შორის განსხვავება არსებობს და აი სწორედ ეს ზარი აიხსნება ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ ლექსის მეორე ნაწილში, როცა ის დაიწყებს, მაგრამ საწუთრო განავისმე დიდხანს ახარებს. ანუ როცა გვიჩვენებს იმ მუხტლობას წუთისოფლისა, რომლის გამოც იგი არ გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ ხანგრძლივად ბედნიერნი და როგორც დავით გურამიშვილი იტყოდა და დღეს რომ კარგს გაიმეტებს, ხვალ აუცილებლად უკან მოგადევნებს ავს. აი ამიტომაც პოეტს სადღაც გაუქრება ეს ტაძარი, მის ნაცვლად შემორჩება მხოლოდ უდაბნო და რაღა რჩება მას, სევდა და წვდიადი დაისადგურებსო, ამბობს ის გულმოკლული, რადგან როცა კარგავს იგი აი ამ ტაძრის გზას, რჩება მხოლოდ უბედურება და მხოლოდ ტკივილი. და საოცარია ბარათაშვილის ფრაზა, რომ მისი ნაშთი და კვალიც კი წაიშალა. წუთისოფელმა აბსოლუტურად უკვალოდ წაშალა ის განცდა ბედნიერებისა, მაგრამ სამაგიეროდ მოიტანა ცრუ და მუხტალი წუთისოფლის განსაკუთრებული სიმძაფრით შეგრძნება, რომელიც განსაკუთრებულ ტკივილს იწვევს და აი ამიტომ ამბობს პოეტი, მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხტალი და დამშთა მხოლოდ ცეცხლი დამქრალი ტკივილით სავსე გულში, რომელიც კვლავ და კვლავ შეახსენებს იმ დიდ ბედნიერებას ტაძარში ყოფნისა და დაანახებს მწარე რეალობას, რომ ის ტაძარში კი არა უდაბნოში სიცივესა, ტკივილსა და წყდიათშია. ამიტომ ბარათაშვილის აღმონაკვნესი ლექსის ფინალური ნაწილი, ფინალური სტროფი უკვე გაგვაგებინებს ჩვენ ცხადად, რომ ეს ტაძარი, ეს განცდა ტაძრისა და მყოფობა უფალთან მას მხოლოდ სიყვარულმა შეაძლებინა. ამიტომაც ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი. გასაგებია, რომ სწორედ სიყვარულის დაკარგვას მოჰყოლია ის მძიმე ტკივილი, რომელსაც ნიკოლოზ ბარათაშვილი განიცდის, სწორედ სიყვარულის დაკარგვას მოუტანია ის, რომ ჩამქრალა ლამპარი მის სულში და სიყვარულის დაკარგვა იწვევს იმას, რომ ყოველგვარი ნუგეშის კარი დაეხშობა, ანუ ყრუთ ჩაეკეტება მას და დარჩება მხოლოდ ობლობა, სიმწირე და მიუსაფრობა. ისე რომ აი ამ ლექსშიც ნიკოლოზ ბარათაშვილი გადმოგცემს, რომ სიყვარულია ის სითბო სულისა, რომელიც ნეტარებას აგრძნობინებს ადამიანს, სიყვარულია ის ძალა, რომელიც მას დაავიწყებს ამ ქვეყანას და უფლისაკენ წაიყვანს და განსაკუთრებით ცოდო და განსაკუთრებით მტკივნეულ მდგომარეობაში ადამიანი არის მაშინ, როცა იგი სიყვარულს კარგავს და როცა გაცივებული, გაყინული არსებობისათვის გაიწირება. ამიტომ ყველა უნდა ვეძებდეთ ალბათ ტაძარს, რადგან ეს ტაძარი მიგვიყვანს უფალთან. ეს არის ბარათაშვილის სათქმელი ამ ლექსში. გმადლობთ ყურადღებისთვის.